ბათუმი უცხო ქვეყნის დანაშაულებრივ ჯგუფებს შორის გარჩევის ადგილად იქცა. ამას ვერც ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო მალავს. მანამდე ის, რომ ქალაქის ცენტრში, რესტორანში კაცის ჩაცხრილვა ორგანიზებული დანაშაული იყო, ფორმულას მიერ მოპოვებული კადრებით დადასტურდა. კაცი, რომელიც ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით უკვე დაკავებულია, რესტორანს, სადაც მსხვერპლი იჯდა, შეიარაღებული და შენიღბული მიუახლოვდა. დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის კი ერთი პირი მაშინ აიყვანეს, როდესაც ქვეყნის დატოვებას ცდილობდა. გიორგი კვიჟინაძე მომხდარის დეტალებით და შეფასებებით აგრძელებს ფორმულას პირდაპირ ეთერში საუბარს. ბათუმის ცენტრში ბულვარში მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გვიან ღამით გაავრცელა ინფორმაცია, საიდანაც ვიგებთ, რომ ორი ადამიანია დაკავებული ამ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით. ერთ-ერთი არის პირი, რომელიც სავარაუდოდ ამ სათვალთვალო კამერის ჩანაწერებში ჩანს, რომელიც ფორმულა ექსკლუზიურად მოიპოვა, ხოლო მეორე ადამიანი, რომელიც დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მას ედავებიან, რომ დაფარა ეს დანაშაული და ასევე საზღვარს უკანონოდ კვეთდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, ორივე ბრალდებული არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე. რაც შეეხება თავად მოკლულს, ისიც თურქეთის მოქალაქეა. ინციდენტი მოხდა ბათუმის ცენტრში, ბულვარში, რესტორან გრილში, რომელიც ეკუთვნის ბიზნესმენ ბერქან ბაშირს. ეს ბიზნესმენი, როგორც ბათუმში უფლებადამცველები აცხადებენ, არის საკმაოდ ოდიოზური ფიგურა და ის არაერთ ასეთ ინციდენტსა და ფაქტში არის მონაწილე. მათ შორის ჩვენთან სატელევიზიო ეთერში გიორგი თარგამაძესთან სტუმრად იყო უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე, რომელმაც ისაუბრა სწორედ ამ ბიზნესმენთან დაკავშირებით. რესტორანი გრილიც არის მის საკუთრებაში და ერთი წლის წინ, როგორც ამბობს ბაკურიძე, სადეს ამ ბიზნესმენის მკვლელობაც, თუმცა მაშინ ის გადარჩა და მის ნაცვლად სხვა ადამიანის სიცოცხლე შეეწირა თავდასხმას. თავად ეს ბიზნესმენი არაერთ სკანდალში არის გახვეული, მათ შორის ცოტა ხნის წინ მოგეხსენებათ საპატიმრო დატოვა გალიბ ოზთურქმა. ეს არის თურქი ბიზნესმენი ასევე, რომელთანაც აქვს დაპირისპირება ბაშირს. შესაბამისად, როგორც ამბობენ უფლებადამცველები, ბათუმში არის საკმაოდ მძიმე ვითარება კრიმინალის მიმართულებით და თურქეთში მყოფი დანაშაულებრივი ჯგუფის წარმომადგენლები ახლა თავს აფარებენ სწორედ ბათუმს და თუ არ მოხდება ბაშირის დაკავება ან ქვეყნიდან გაძევება, ამ შემთხვევაში უფლებადამცველები ვარაუდობენ იმას, რომ შესაძლოა უფრო მძიმე სურათი განვითარდეს საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ტურისტულ ადგილას, ანუ ბათუმში. მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტრომაც კი ვერ დამალა, რომ თურქეთის დანაშაულებრივი ჯგუფის წარმომადგენლებს შორის არსებულ კონფლიქტს მოყვა ის ინციდენტი, ის მკვლელობა გუშინ ბათუმის ცენტრში და როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, ორი ადამიანი არის დაკავებული ამ ფაქტთან დაკავშირებით. ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძის საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ, რომელიც გიორგი თარგამაძის გადაცემაში მან მისცა ჩვენს ტელევიზიას. მართალი გითხრათ, რომ თქვა, რომ მე არ ველოდი პროცესების ამდაგვარ განვითარებას, არ ვიქნები მართალი, იმიტომ რომ დაახლოებით 3-4 თვის წინ მე ვაფრთხილებდი ხელისუფლებას, რომ მსგავსი რამ მოხდებოდა. იმდენად თვალშისაცემია უკვე თურქეთის რესპუბლიკის კრიმინალური დაჯგუფების, ეგრეთ წოდებული მილიონერების თავშეყრა სხვადასხვა ადგილებში ბათუმში, კრიმინალური საქმეების გარჩევის და სხვათა შორის უკანონო მოქმედებების. ერთ-ერთი ასეთი უკანონო მოქმედება ჩვენ ავყვეთეთ ზუსტად ამ რესტორნის მეპატრონის მიერ. ზუსტად ამ ადგილას ერთი წლის წინ, სადეს ამ ბიზნესმენის ბერქან ბაშირის მოკულა, მაგრამ ის გადარჩა და დაიღუპა სულ სხვა, ესე იგი, ადამიანი და ფაქტიურად ჩემთვის არის ცნობილი, რომ მას დასდევენ მოსაკლავად, იმიტომ რომ თურქეთში მას ახლა იქ რომ ძალიან მძიმე დანაშაულებები აქვს ჩადენილი, ეგ არ ახალია. აუცილებლად უნდა დადგეს ბერქან ბაშირის, მე დავაყენე ეს საკითხი გაძევების და ეტყობა ელოდებიან ივანიშვილის ბრძანებას. მანამდე ვერავინ ვერ ღებულობს დამოუკიდებლად გადაწყვეტილება. თუ ეს კაცი ჩვენ არ გავაძევეთ, ჩათვალეთ, რომ ბათუმის ეს შუა ბათუმში ჩვენ ბევრი ასეთი შემთხვევა.
ახლა სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა გამოიძიოს და დაადგინოს, აქვს თუ არა რაიმე კავშირი ბიზნესმენ ბერქან ბაშირს ამ მკვლელობასთან, რადგანაც მკვლელობა სწორედ მის რესტორანში მოხდა და როგორც თამაზ ბაკურიძე აცხადებს, ეს ბიზნესმენი, თურქი ბიზნესმენი შემჩნეული არის უკანონო ქმედებებში და ასევე სხვადასხვა კრიმინალურ გარჩევებში. საინტერესოა შინაგან საქმეთა სამინისტრო რა მოქმედებებს განახორციელებს თურქი ბიზნესმენის წინააღმდეგ და საერთოდ იკვეთება თუ არა მისი კვალი ამ მძიმე დანაშაულთან დაკავშირებით. რაც შეეხება ოპოზიციას, რომ ბათუმში მყოფი ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ კრიმინალი საკმაოდ მაღალ დონეზე არის ბათუმში და სრულიად უკონტროლოდ აქვს ქართული ოცნების ხელისუფლებას მიტოვებული, რადგანაც ასეთი ინციდენტები საკმაოდ ხშირია ბათუმში, შესაბამისად ისინი ქართული ოცნების ხელისუფლებას და შინაგან საქმეთა სამინისტროს და პოლიციელებს უმოქმედობაში ადანაშაულებენ. ფაქტი არის ერთი, ქართულ ოცნებას არ აინტერესებს ადამიანები, ქართულ ოცნებას არ აინტერესებს მიშვებული კრიმინალი, ქართულ ოცნებას აინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ჯიბის გასქელება და რაღაცა პირადი ბელადის გახარება. ბიძინა ივანიშვილს გულისხმობ და ჩვენზეა დანარჩენი დამოკიდებული ცვლილებებს უნდა მივმართოთ, ყველა უნდა ჩავერთოთ ამ ცვლილებებში, თუ ასე არ მოვიქცევით, მოგვიწევს ამ ყველაფერზე შეგუება და რაღაცა ყოველი დილა დაიწყება მსგავსი ნიუსების გაცნობა და ყოველი საღამო დასრულდება მსგავსი ნიუსების გაცნობით, ასე რომ ყველაფერი არის ჩვენზე. დღეს ყველა თურქი კრიმინალი, რომელსაც სახელმწიფოში ჩადენილი აქვს დანაშაული, თავს აფარებს ბათუმს და ხედავთ როგორი სხვაობაა რა. ინვესტორები, რომლებიც განვითარებდნენ და ალამაზებდნენ, ჩაანაცვლენ ისევ თურქი ეროვნების კრიმინალებმა, რომლებიც ხოცავენ და ჟლეტავენ ერთმანეთს და ქალაქში არავის სიცოცხლე დაცული არ არის ქუჩებში. ხედავთ თოგუში როგორ მოხდა ადამიანის ჩაცვლილვა. სახელმწიფო საერთოდ მიშვებული იმიტომ რომ გარიგებაში არიან, აქ არის ფულადი ინტერესები, აქ არის ნარკოტიკების ინტერესები აუცილებლად, იმიტომ რომ შემოაქვს თურქეთიდან მშვენივრად ნარკოტიკული საშუალებები და აქ არის დიდი კორუფციული და ქთამული სისტემა მოწყობილი და ამიტომ ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს. ფორმულამ ექსკლუზიურად მოიპოვა სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, რომელიც ასახავს სწორედ იმ სასტიკ მკვლელობას, რომელიც ბათუმის ცენტრში რესტორან გრილში მოხდა, სადაც თურქეთის მოქალაქე სადილობდა, რა დროსაც მას ზურგიდან მიეპარა ჩაფხუტიანი ადამიანი, ისიც არის თურქეთის მოქალაქე, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს და დაახლოებით 10-მდე გასროლა განახორციელა მის მიმართ, კაცი ადგილზევე გარდაიცვალა და როგორც თქვენ მოისმინეთ და როგორც უკვე გითხარით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ორი ადამიანი დააკავა, ორივე მათგანი არის თურქეთის მოქალაქე, ერთს ედავებიან განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარებას, ხოლო მეორე ადამიანს უკვე ედავებიან ამ მძიმე დანაშაულის დაფარვას და საზღვრის უკანონო კვეთას. როგორც უკვე გითხარით, თამაზ ბაკურიძე მისაუბრა ბიზნესმენზე, რომელსაც ეკუთვნის რესტორანი გრილი, სადაც მკვლელობა მოხდა და საინტერესო ახლა შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიძიებს თუ არა, აქვს თუ არა რაიმე სახის კავშირი ან კონტაქტი ამ მკვლელობასთან ამ თურქ ბიზნესმენს.